მოგესალმებით ძვირფასო თანამოქალაქენო. ჩემო ძვირფასო აფხაზეთელებო ენგურის ორივე მხარეს. გილოცავთ ახალ 2025 წელს. გისურვებთ მშვიდობიან, ძლიერ და ერთიან საქართველოში ცხოვრებას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლების პრაგმატული სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად შევძლებთ ჩვენი უმთავრესი მიზნის მიღწევას. აფხაზეთიდან ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნებას. აღნიშნულ პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჯერა რომ ჩვენი ახალგაზრდების მეტი ჩართულობით და სახალხო დიპლომატიის წყალობით მალე შევამცირებთ სიშორეს მასთან, რაც ჩვენთვის ასე ძვირფასია. ჩვენს აფხაზეთთან და ყველა დაუბრუნდებით იქ, სადაც ჩვენი საწყისია, ჩვენი ქვეყნის წარმატებულ მომავალს განათლებული ახალი თაობა ქმნის. ძალა, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს სამშვიდობო ინიციატივების გაძლიერებაზე და ამ გზით ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფაზე. სწორედ ჩვენი კონსტრუქციული თანამშრომლობით და საერთაშორისო თანამეგობრობასთან აქტიური პარტნიორობით შევძლებთ ქვეყნის იდენტობის, მრავალფეროვანი კულტურის და მდიდარი ტრადიციების გათვალისწინებით მშვიდობიან განვითარებას. 2025 წელს აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის მთავარ პრიორიტეტს განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების დაცვის, ეკონომიკის სფეროების განვითარება, ქართულ აფხაზური ურთიერთობების გაღრმავება, სამშვიდობო ჰუმანიტარული ინიციატივების განხორციელება, სამოქალაქო ინტეგრაცია, ნდობის აღდგენის მხარდაჭერა და სახალხო დიალოგისკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერება წარმოადგენს. უალტერნატივოა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და აფხაზეთში აფხაზი ეთნოსის გადარჩენა, რომელიც ახლა გაქრობის საფრთხის წინაშეა. კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ შობა ახალ წელს. ვისურვებ, რომ ახალ 2025 წელს ჩვენი ქვეყნისა და ოჯახებისთვის კიდევ უფრო მეტი გაძლიერება, სიკეთე, სტაბილურობა და განვითარება მოეტანოს.